გამარჯობათ მეგობრებო, მინდა დავიწყო იმით, რომ მთელი გულით და სულით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ ბედნიერი ჯანმრთელი თქვენს ოჯახში, თქვენს ახლობლებში, ნათესავებში და გქონდეს საშუალება ყოველთვის მივაგოთ ღმერთს ღმერთისა და ადამიანს ადამიანისა. ძალიან საინტერესო და რთულ დროს ცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს როგორც ღმერთის, ისე საკუთარი ქვეყნის იმედიც, საკუთარი თავის იმედიც და შევეცადოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს არ დაუპირისპიროთ და პირიქით. შევეცადოთ, რომ ყველგან დაბაბალანსოთ ჩვენი მიდგომა და ჩვენი ხედვა. დავიწყებ იმით, რომ თქვენს კარგად იცით, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში, რა ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენთან ახლოს, ჩვენთან სამეზობლოში. მოდით დავსვათ კითხვა, რომლის ოფიციალურად დასმა რატომღაც არავის სურს. თუ რუსეთი ირანის რაკეტებს მიმართულებას აძლევს, ამერიკულ პოზიციებს დაუმიზნოს და ერთ-ერთი ასეთი რაკეტა ავიამზით მოხდება, ათობით ჯარისკაცი დაიღუპება, ან სტრატეგიული სისტემა განადგურდება, როდის აღარ შეეძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს თვალის დახუჭვა ამ ყველაფერზე. აი ასეთი კითხვა ისმება ამერიკის სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის. უკვე ყველა მიხვდა და გაიგეს, რომ ის ძალა, რაც აჩვენა ირანმა, მხოლოდ ირანული ძალა არ არის. ამ ყველაფერს უკან დგანან რუსეთი და ჩინეთი. ხო და რამდენი აქვს ახლა შანსი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელს გაიმარჯვოს ირანზე? მე ვფიქრობ, ეს შანსი სულ მცირე განახევდა. სულ მცირე. შეგნებულად უსვამ ხაზს. ამიტომ ბევრი რამ წინ გველის და ბევრი რამ არის მოსალოდნელი. არსებობს ესკალაციის სამი შესაძლო სცენარი. სავარაუდოდ, სცენარი პირველი მაგალითად. ინციდენტი, რომელიც არჩევანს არ ტოვებს, ეს არის ირანული დრონი, რომელსაც რუსული თანამგზავრები მართავენ. ისინი გამიზნულია, რომ ამერიკულ ძვირადღირებულ სამიზნეებს მოხვდეს, არა ბაზაზე მყოფ რეზერვისტებს, არამედ ავიამზიც ან სამეთაურო შტაბს, ან განახორციელებს თავდასხმას, რომელიც ათობით და ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეიცვლავს. ამ მომენტში ამერიკული დაზორვა იძულებული იქნება ღიად განაცხადოს, რომ საქმის კურსია ვინ აკვალიანებს ამ დრონებს და რაკეტებს, ვინ მართავს რეალურად და ალბათ შეეცდება ღიად დაამყაროს კონტაქტი მოსკოვთან. იმიტომ რომ სხვა გამოსავალს არ დაუტოვებენ. ამავე დროს ტრამპსაც აღარ შეუძლია პასუხისგან თავის დაღწევა. კონგრესი მოითხოვს მოქმედებას და ამ დროს ვაშინგტონი იძულებულია აირჩიოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება, მის თანამგზავრზე თავდასხმას ან სხვა გზით რეაგირებას, რაც უკვე თუ სანქციებს შეეხება საკითხი, სასაცილოც აღარ არის უკვე, იმდენად სატირელი აქვს ამერიკელებს. ამდენი სანქციების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა არა მარტო თვით რუსეთი, არამედ კოალიციის წევრები, რომლებიც მას მხარს უჭერენ. და თუ ვინმე დაზარავდა ახლა ამ ომით ირანთან, ეს არის პირველ რიგში ამ რეგიონის ქვეყნები და დასავლეთ ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პარტნიორები, ნატოს ეგიდით, რომლებმაც რეალურად უარი თქვეს თანამშრომლობაზეც, პარტნიორობაზეც და პრაქტიკულად ორივე მხარე დისტანცირებს ერთმანეთისგან. სადმე იყვანა ამ ყველაფერმა მათმა ამ პარტნიორებმა? იქ რომ ჩვენ რეალურად დავინახეთ დღეს ის, რაზეც ჩვენ უკვე ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ ნატო არის ქაღალდის ვეფხვი. სანამ ამას იტყოდა ტრამპი, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, რომ არანაირი მათ შორის მეხუთე მუხლი ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ არავინ არ გაწირავს თავს პოლონეთისთვის, ანუ ბალტიის ქვეყნებისთვის, თუნდაც სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც მიტყვიან შარვლიდან ხდებიან, ისე უნდათ რამენაირად ან რაიმეთი დააზარალონ, ან შეურაცხყვონ რუსეთი.
აი ეს არის მათი მიდგომა. იმ იმედით, რომ ისინი ხომ თავის ადგილს ფლობენ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში, რასაც ერქვა ნატო. დიახ, ერქვა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ნადგურდება და თითქმის უკვე განადგურდა. იმიტომ რომ ნატოს წევრებმა და ქვეყნებმა უარი უთხრეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩართულიყვნენ ამ ომში ირანის წინააღმდეგ. რა ქვია ამას? გინდათ და ღალატი დაარქვით, გინდათ უბედურება დაარქვით, გინდათ პრინციპების ღალატი დაარქვით, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ არანაირი დემოკრატიული ინსტიტუტები იქ რეალურად არ არსებობს, არ მუშაობს, არ მოქმედებს და ეს ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურები მხოლოდ იმისთვის არსებობდა, რომ გაეთეთრებინათ რაც შეიძლება დიდი ფული. რასაც აკეთებდნენ კიდევაც. ყველა მოითბო ხელი. საქმე-საქმეზე რომ დადგა, მეომარი არ ჩანს. არც ქვეყანა და არც მათი სამხედრო ნაწილები. აი ეს არის რეალობა. ეხლა გინდა ეწყიდოს ვინმეს და გინდა ეამბოს. სცენარი მეორე. იქნებ ვინმე შეძლოს და დაიწყოს პარალელურად კიბერომი. თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს, რომ ღიად არ მოახდინოს რეაგირება იმ პროცესებზე, რომელიც თვითონ ახლა იწვნია, არამედ ფარულად შეუტიოს რუსეთს, რუსეთის თანამგზავრულ შესაძლებლობებს, ანუ კოსმოსურ შეიარაღებას და დამხმარე ძალებს და შეუტიოს სახმელეთო კონტროლის სისტემებს, რაც მოსკოვსა და თეირანს შორის მონაცემთა კავშირების ჩაშლას გამოიწვევს, ამავე დროს მოახდინოს დეზინფორმაციული ოპერაციების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავენ გადაცემული მონაცემების დამახინჯებას. ეს რომ იტყვიან ყველაზე სავარაუდო სცენარია და ეს იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ რეაგირება ხილული ესკალაციის გარეშე მოახდინოს და როგორც ყოველთვის მხოლოდ უარყოფით. რასაც ეს ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში აკეთებდა. ორივე უარზე იყო, რომ არაფერ შუაში არ არიან და ეს მათგან არ მოდის. სცენარი მესამე ეს არის უკვე წითელი ხაზების გადაკვეთა. თუ რუსეთის მხარდაჭერით და მასზე დაყრდნობით ირანი ახერხებს სპარსეთის ყურეში აშშ-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებას, ეს მხოლოდ ხდება რუსეთისგან მიწოდებული ინფორმაციის წყალობით. ეს უკვე ამერიკელებმა კარგად იციან. რადარის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ არის სერიოზულ ზიანს აყენებს საჰაერო ხომალდების გადამზიდავ ჯგუფებს. ამიტომ ამერიკული მარაგები და რაკეტები, ან ასევე გადამჭრელი და ჩამკეტი რაკეტები უკვე ლიმიტზეა და სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან. თუ რუსეთისა და ირანის კოორდინაცია საშუალებას მისცემს თეირანს გადაადგილდეს თავისუფლად და შეაღწიოს მათი თავდაცვის სისტემაში ამერიკელების და მისი მხარდამჭერების, მაშინ აშშ-ს დაუცველობა საჯარო გახდება და რუსეთის ინფრასტრუქტურის თანამგზავრული ბაზებისა და საკომუნიკაციო სისტემების წინააღმდეგ პირდაპირ დარტყმების განხორციელების ზეწოლა პრაქტიკულად გადაულახავი გახდება. ანუ თუ არ უპასუხა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მას სისტემა ჩამოეშალა, როგორც გადაწყვეტილების მიღებისა, ასევე პოლიტიკური და ასევე პოლიტიკური მხარდაჭერა თავის ქვეყანაში. ანუ არჩევანის წინაშეა. ექსპერტები ამ სცენარს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ უახლოეს ან მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ აღნიშნავენ რაღაცა საგანგაშოს. ანუ ზღვარი არაპირდაპირ მხარდაჭერასა და ფაქტობრივად ომში მონაწილეობას შორის ძალიან ბუნდოვანი გახდა. ის სადაც გასაგებია, იმიტომ რომ რასაც დასთესავ, იმას მოიმკი. ახლა გადავხედოთ უკრაინას ცალითვალით. რა ხდება და აპირებენ თუ არა ამ პროცესიდან ამერიკელები გასვლას? არა, ხო? ერთ ცალი ხელით ხელს უწვდიდნენ რუსეთს თანამშრომლობისთვის და მეორე ხელით ამზადებდნენ უკრაინელებს, როგორ დაეხოცათ რუსი ჯარისკაცები. ამიტომ ეს იყო ბუმერანგი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომელიც მათ გაუშვეს
რუსეთის მხარეს და აგერ პასუხსაც იღებენ. ამიტომ რასაც დასწესავ, იმას მოიგე. როდესაც რუსული თანამგზავრები რაკეტებით ესხმიან თავს ამერიკელ ჯარისკაცებს, ჩვენ უკვე ნაცრისფერ ზონაში ვართ, ამბობს ტრამპი, რომლის სერიოზული კლასიფიცირება საერთაშორისო სამართლის მიხედვით არასდროს ყოფილა საჭირო, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალიც მათ ხელში იყო, რადგან მუდმივად აგრესორის როლში იყვნენ და ახლა უნდათ თავი წარმოაჩინონ მსხვერპლის როლში, ამიტომ საერთაშორისო სამართალი დაჭირდათ. ხო ხედავთ, როგორ იცვლება მდგომარეობა, არა მათ სასარგებლოდ. ჰენრი კისინჯერმა თავის დროზე თქვა, რომ დიდი სახელმწიფოები პირდაპირ ომებს ერიდებიან არა იმიტომ, რომ ასე სურთ, არამედ იმიტომ, რომ არ იციან, რამდენად შორს მოუწევთ წასვლა, ან შეუძლიათ წასვლა. დღეს დასავლეთიდან ასეთი კითხვა ისმის. იცის თუ არა პუტინმა ზუსტად სად გადის ეს ზღვარი და იცის თუ არა ტრამპმა ამის შესახებ. მე ამ კითხვის დამსმელს კითხვეთვე უპასუხებდი. გაქვთ თუ არა თქვენ სამედიცინო დასკვნა ტრამპის ჯანმრთელობის შესახებ? რამდენად ადეკვატური იყო ამ ომის დაწყება ახლა და ჰქონდა თუ არა ტრამპს მოტივი ამ ომით გადაეფარა ეპშტეინის დოსიეს სკანდალი? ამაზე მიპასუხო და მერე გავაგზავნებ მათთან დიალოგს. ამ კონფლიქტმა და თვით ამ ომმა ირანთან თანამედროვე სამყაროს არსი გამოავლინა სრულად. მოდით სიტუაციას უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედოთ. ინფორმაცია რუსეთის როლის შესახებ ამ ომში ადასტურებს, რომ ირანს და აშშ-სა და ისრაელს შორის კონფლიქტი არ არის იზოლირებული შეტაკება, არამედ ის გადაჯაჭვული კვანძია დაპირისპირებულ გლობალურ ქსელში. თანაც დავამატებ, რომ ეს არის გამხსნელი კვანძი, ყველა იმ ფარული ქმედებისა და დაწნული აბლაბუდისა, რომელსაც ქსოვდნენ წლების მანძილზე. დიახ, დღეს იმ აბლაბუდაში გაიხდნენ, რომელიც თვითონვე დაწნეს. არაერთხელ გაჟღერდა, რომ რუსეთი ირანს მარიონეტულ ძალად იყენებს, რათა დაასუსტოს შეერთებული შტატები პირდაპირი დაპირისპირების რისკის გარეშე. არ გამოვრიცხოთ. თუ მართლაც ასეა, ძალიანაც კარგი. ამას რუსულად ქვია დოლგ პლატიჟობ კრასი. ანუ ვალი გადახდით ლამაზდებაო. დიახ, თუ ეს არის ვალის დაბრუნება, ძალიანაც კარგი. ვალს დაბრუნება უნდა. ეს ყველამ ვერ შეიცნო. მაგრამ ამერიკას იმდენი ვალი დაუკრავდა, მათ შორის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ სჯობს დაიშალოს როგორც სახელმწიფო, ვიდრე დაღუპოს 300 მილიონზე მეტი თავისი საკუთარი მოქალაქე. აშშ-ის კიცერზე წამოწმული ხულფი სულ უფრო მჭიდრო, ტკივნეული და სულის შემხუთველი ხდება. და თუ მან მთავარ მოწინააღმდეგეებთან ვერ მონახა საერთო ენა და საერთო გამოსავალი, ის გარდაუვალი ცხედარია, ანუ ტრუპია, როგორც სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ერთეული. ბევრისთვის დასავლეთში უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ პუტინის ეპოქაში მრავალი ახალი იარაღი შეიქმნა, მათ შორის ისეთი, რომელსაც ვერც დასავლეთი და აშშ და ვერც აღმოსავლეთი ჯერ ვერც დაეწევიან და მით უმეტეს ვერც გაუსწრებენ. თუნდაც მარტო რაკეტა ბურევესნიკი რომ ავიღოთ, რომ წარმოვიდგინოთ, რა მონაცემების რაკეტაა, რომელსაც მანძილის შეზღუდვა არ გააჩნია. წარმოგიდგენიათ, უსასრულოდ შეუძლია იფრინოს. მისთვის მანძილის მნიშვნელობა არ აქვს. თან განსაკუთრებული დამანგრეველი ძალისა. თუმცა ამის შესახებ ამერიკის მოქალაქეებმა მოსახლეობამ არ იცის. პუტინმა დიდი ხნის წინ გაიგო ერთი რამ. მას არ სჭირდება ბრძოლების მოგება ამერიკის შეერთებული შტატების დასასუსტებლად. საკმარისია, რომ ყველა ამერიკული ბრძოლა, სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება უფრო ძვირი, ხანგრძლივი და დამღლელი გახდეს მათთვის. რუსული თანამგზავრები, რომლებიც
ირანულ დრონებს ამერიკული ბაზებისკენ მიმართავენ, სწორედ ამ მიდგომას ამყარებენ, რომ თითქოს ეს არ არის ომი რუსებსა და ამერიკელებს შორის, არამედ ეს არის მარიონეტული ომი, საშინლად ეფექტური და აშშ-ისთვის მომაკვდინებელიც კი. და სანამ ვაშინგტონი ამ სისულელეს ეჭვქვეშ აყენებს, მოსკოვი თავის საქმეს გააგრძელებს. ეს რეალობაა. და თუ მართლაც ასეა ყველაფერი და ამის გაბათილებასაც ვერავინ შეძლებს, მაშინ ეს მისასალმებელია, როდესაც ვალს გიბრუნებენ. ხომ ასეა, მეგობრებო? ეს ვალი კი უკრაინაში მათ მიერ გაჩაღებულმა ომმა შექმნა. დიახ, ამ 4 წლიანმა ომმა მთლიანად გააშიშლა ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის გეგმები არა მარტო საომარ ველზე, არამედ მედიაშიც, სადაც ჟღერდა არათუ წამოწდენებით რუსეთის დაშლაზე, არამედ თვით გეგმებიც კი და თარიღებიც კი ჟღერდებოდა. თუ როგორ და როდის მოხდებოდა ეს, ანუ რუსეთის დაშლა. მაგრამ ზოგადად ბუმერანგზე გითხარით, ხედავთ? ბუმერანგი აისწინეს და ის უკან ბრუნდება და აუცილებლად წამოეწევა მათ. ახლა კი ის რეალობა დადგა, სწორედ ისეთი, როგორც ქართულ ანდაზაშია. ფარა რომ შემოbrunდება, ოჭლი ცხვარი წინ აღმოჩნდება. ხო და ფარა უკვე შემოbrunდა და აშშ წინ აღმოჩნდა, როგორც ოჭლი ცხვარი, რომელიც კვირებს და დღეებს ითვლის, როდესაც სრულ ბანკროტად გამოცხადდება. დიახ, ეს გარდაუვალი პროცესია, რომელსაც ვერანაირად ვერ გაექცევა და არც მისი მშველელი ჩანს სადმე. ერთადერთი მას შეუძლია ღმერთს, რომელმაც თქვა, რომ ისეთები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, არსებობის უფლება დაკარგესო. თავისი არაადამიანური, არაჰუმანური ქმედებებით. მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. ეს განაჩენი გამოუტანა რეალურად მთელმა მსოფლიომ, იმიტომ რომ მიზანმიმართულად, მეთოდურად, წვეთით-წვეთ, ყოველდღიურად, წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ იქამდე მისულიყო შეერთებული შტატები, სადაც დღეს მივიდა. კაცობრიობის კანონებმა, თამაშების თეორიისა და ისტორიის სტრუქტურული გამოყენებით დაამტკიცა, რომ იმპერიები საკუთარი სიმძიმისა და მემკვიდრეობის ქვეშ ინგრევა. ამერიკის შეერთებული შტატები შემდეგი იმპერიაა, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიშლება. ერთი იმპერია დაიშალა, უпроსორად დაშალეს, ხელოვნურად, შიგნიდან ღალატის მეშვეობით, მოღალატეების მხარდაჭერით ქვეყანაში. მაგრამ ახლა სრულიად სხვა შემთხვევა. იქ იმდენად მოღალატეები არ არიან, რამდენადაც მძარცველები და კაცებლები, რომლებმაც ისე გამოხრეს შინაური თუ გარეული, ისე გამოხრეს საკუთარი ქვეყანა, ისე გამოხრეს მთელი მსოფლიო, რომ არავის დაენანება მათი დაანგრევა და დაშლა. ცალკე აღებულ შტატებად. მრავალი წლის განმავლობაში ჩემს ინტერვიუებში თუ ვიდეო მიმართვებში გეუბნებოდით, რომ შეერთებული შტატები აკმაყოფილებს ყველა ძირითად ინდიკატორს, რომელიც კოლაფსისკენ მიემართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე ტრამპის მოსვლის პირველივე დღიდან მისი გამოწვევები, თავბრუსხვევა და ქცევა ადასტურებს ისტორიულ კანონზომიერებას, რომ დრო უკვე დადგა და პროცესი უკვე დაწყებულია. აი რა მოასწრო და რა მოახერხა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი აგრესიით ისრაელთან ერთად ირანში მთელი რელიგიური და პოლიტიკური იერარქიის სისტემური წმენდა ჩაატარა. ალი ხამენი, ალი ლარიჯანი, ალი შამხანი და სხვები. ეს იყო საკონტროლო წმენდა ქვეყანაში. ასევე სერიოზული ზიანი მიადგა ბირთვულ ობიექტებს, ტექნოლოგიურ ჯაჭვებსა და კვლევით ცენტრებს. რა თქმა უნდა, სერიოზული ზიანი მიადგა ირანის ეკონომიკას, ნავთობის ინფრასტრუქტურას, მეტალურგიას და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ზიანი შეადგენს $100 მილიარდს. სარდლობა და
კონტროლის სისტემა დესტაბილიზებულია. საჰაერო თავდაცვა ჩახშობილია. საწყობები და ბაზები განადგურებულია. იმის აღდგენას, რისი აღდგენაც შესაძლებელია, კოლოსალური რესურსები და დრო დასჭირდება, მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა და ის პასუხი, რაც ირანმა განახორციელა აშშ და ისრაელის მიმართ, არამედ მთელ მსოფლიოს გააგონა. ამაზე შეიძლება ითქვას, ეს ქვეყანა, რაც ზემოდან არის, ერთი იმდენი მის ქვემოთ არსებობს და ეს რეალურად მართლაც ასეა. მაგრამ არავინ ითვალისწინებს იმას, რომ და არც მანამდე გაითვალისწინეს, რომ აქ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული კანონზომიერება არსებობს და ეს არის ხაზგასასმი. ყველა დიდი ძალა, რომელმაც ომი გამოუცხადა ირანს, ან მანამდე სპარსეთს, გაიმარჯვა თუ დაიპყრო, ან ორივე შემთხვევა ერთად, დიდი ხანია ისტორიაში ჩამართული და ან საერთოდ გაქრნენ. აი ირანი კი არსებობს და მძლავრად დგას ფეხზე. ესაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით უფრო ახლოს გავეცნოთ ამ ისტორიას. შეგვიძლია თუ არა მისგან რაიმე კანონზომიერების გამოტანა. სპარსეთი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ალექსანდრე მაკედონელის უშუალო მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. დარიოს მესამის საბოლოო დამარცხებიდან და პერსეპოლისის დაცემიდან დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 330 წელი, ალექსანდრეს სიკვდილამდე ძველი წელთაღრიცხვის 323 წელს. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები, მოგეხსენებათ, ძველი წელთაღრიცხვის 334 წელს დაიწყო. თუმცა ცენტრალური რეგიონების სრულად დამორჩილებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდა. პატარა გადახვევას გავაკეთებ. პერსეპოლისში სტელა დგას, სადაც კაცობრიობის ისტორიაში ადამიანის უფლებების პირველი დეკლარაცია არის ამოთვიფრული. ახლა ხომ შეიძლება იმის უფრო კარგად წარმოდგენა, როგორც ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვატყობ, რომ ოკეანის გაღმელებმა ეს ცივილიზაცია საერთოდ არ იციან, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ და ვინ არიან ახლა. ამიტომ სრულიად ხელის წესებით მოქმედებდნენ და ამიტომაც დაიჭირებიან. სპარსეთის დაპყრობიდან მალევე ალექსანდრე მაკედონელის იმპერია სწრაფად დაიშალა. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელის გენერლებმა ერთმანეთში დაპირისპირება და ბრძოლები გააჩაღეს. მაკედონიის იმპერია საბოლოოდ დაქუცმაცდა და ისტორიის ტალღებმა შთანთქა. მაგრამ დამარცხებული სპარსეთის ადგილას ფერფლიდან აღდგა პართია და ირანელები 500 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ ახლო აღმოსავლეთს. როგორც ისტორიულმა პრაქტიკამ აჩვენა, შეგიძლია დაამარცხო ირანი, მაგრამ ეს დროებითი იქნება და შემდეგ ისტორიული კანონზომიერება გახდება დომინანტი და საბოლოო ჯამში ირანი დაგამარცხებს. მოგეხსენებათ, რომაელები, როგორც რომის იმპერია, ანტიკური სამყაროს უდიდესი სამხედრო ძალა გახდათ და ის წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ არმიას. მას ვერავინ მიუახლოვდა იმ ეპოქაში, მაგრამ რომაელები 300 წელზე მეტი ებრძოდნენ პართიელებსა და ირანელებს. იულიუს კეისარი გეგმავდა სპარსეთში შეჭრას, მაგრამ გაუმართლა და მანამდე მოკლეს, თუ არა საერთოდ გაფარჩაკდებოდა. მარკუს ლიცინიუს კრასუსი, ეს ძველი წელთაღრიცხვის 54-53 წლებია, პართიანელების წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებდა. ეს რომაული ტრიუმვირის წარუმატებელი სამხედრო კამპანია იყო, რომელიც მისი არმიის დამარცხებით და თავად კრასუსის სიკვდილით დასრულდა. დიდებისა და სიმდიდრის მაძიებელი პართიაში შეიჭრა, მაგრამ კარეს ბრძოლაში დამარცხდა პართიული კავალერიის არასაკმარისი შეფასების გამო, რაც რომის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფად იქცა. დიახ, ამის შემდეგ რომის იმპერია წელში ვეღარ გაიმართა. ასევე რომის იმპერატორი ტროა შეიჭრა და ფორმალურად გაიმარჯვა, მაგრამ ყველგან აჯანყებების გამო დაუყოვნებლივ იძულებული გახდა უკან დაეხია. იმპერატორი იულიანემ გაიმეორა წინამორბედების მაგალითი, როდესაც 33 წელს შეიჭრა და
ბრძოლაში დაიღუპა. საერთო ჯამში ირანის წინააღმდეგ განხორციელდა 300 წლიანი ომი და რა დაემართა რომს? რომი დაეცა, ირანი კი სასანიდებისა და სპარსეთის იმპერიის სახით ისევ აღმოცენდა. მესამე, არაბთა ხალიფატი. ხალხი ხშირად ივიწყებს ამას, მაგრამ არაბულმა რეალურად დაიპყრეს ირანი მე-6 საუკუნეში. მაგრამ რა მოხდა ამის შემდეგ? ირანმა შთანთქა არაბი დამპყრობლები. სპარსელებმა ისლამი მიიღეს, მაგრამ მათ ისლამი გამორჩეულ სპარსულ მიმართულებად აქციეს. მათ მსოფლიოს აჩუქეს სპარსული ხელოვნება, პოეზია, ფილოსოფია და მეცნიერება. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ირანული დინასტიები, როგორიცაა ბუიდები, სამანიდები და სეფიანები, კვლავ გაბატონდნენ ამ რეგიონში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სპარსეთი, ანუ დღევანდელი ირანი, არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტად დაპყრობილი. მან შთანთქა თავისი დამპყრობლები და ისინი ირანელებად აქცია. მეოთხე მაგალითი, მონღოლები. ეს ალბათ ყველაზე დრამატული მაგალითია. მე-10 საუკუნეში მონღოლები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი სამხედრო ძალა იყო. მათ გაანადგურეს ბაღდადი, გაანადგურეს ქალაქები ცენტრალურ აზიაში და მილიონობით ადამიანი შეეწირა მათ. მათ ასევე დაიპყრეს ირანი. მაგრამ რა მოხდა მერე? მონღოლმა დამპყრობლებმა ისლამი მიიღეს. სპარსული კულტურა და თვითონაც სპარსელები გახდნენ. ილხანატი, ირანის მონღოლი მმართველები, სპარსული ხელოვნების და ლიტერატურის მფარველები გახდნენ. ირანმა საბოლოო ჯამში მთლიანად შთანთქა მონღოლები. მეხუთე მაგალითი, მე-20 საუკუნეში რუსეთმა და შემდეგ საბჭოთა კავშირმა ორჯერ დაიპყრო ჩრდილოეთ ირანი. ერთხელ პირველი მსოფლიო ომის დროს და მეორედ მეორე მსოფლიო ომის დროს. ორივე შემთხვევაში ისინი საბოლოოდ იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ეს ტერიტორია. 1946 წელს სტალინმა დროებით უარი თქვა საბჭოთა ჯარების ჩრდილოეთ ირანიდან გაყვანაზე. ეს იყო ცივი ომის ერთ-ერთი პირველი ეტაპი და საბოლოოდ საბჭოთა კავშირმა დატოვა ირანი. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა ირანელ მმართველებთან ბრიტანული პროვოკაციების მიუხედავად. ასე რომ ეს არის გარკვეული კანონზომიერება, რომელსაც შეიძლება ითქვას რაღაცა მისტიული საბურველის ფარავს. ამიტომ ხშირად ვავლებ პარალელს საქართველოსთან. რატომ? იმიტომ რომ ისტორიული კანონზომიერებით რაღაცის დგანან ერთმანეთს. ის გიგანტური და უძლიერესი ძალები, რომლებიც ილაშქრებდნენ საქართველოზე, საუკუნეების მანძილზე საქართველოს არ უტოვებდნენ არსებობის შანსს, მაგრამ მრავალი ეს ძალა განადგურდა და გაქრა, ჩვენ კი შემოვრჩით. და სწორედ ასეთი პარადოქსია ირანიც, რომელიც იმ ქარტეხილებით, რომელიც მან გაიარა 2400 წლის მანძილზე, უნდა დაშლილიყო და გამქრალიყო. მაგრამ არა, ყველა ვინც ებრძოდა, თვითონ დაიშალა. რატო? ალბათ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აქვს კანონზომიერება, რასაც შეიძლება დავარქვათ არა უბრალოდ ქვეყანა, არამედ ეს არის ცივილიზაციური ძალა. ირანი განუწყვეტლივ დასახლებულია 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ისევე როგორც საქართველო. ისევე როგორც საქართველოს, მას აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უწყვეტი კულტურა. ახლა მოდით ამერიკელ აგრესორს შევხედოთ, რომელიც ისრაელის საქეზებით დიდ შარში გაეხვა და საიდანაც სრულიად შესაძლებელია ვეღარ დააღწიოს თავი. ამის ყველა საფუძველი არსებობს. ამერიკელმა ეკონომისტებმა აღიარეს ის, რაც ბევრმა თქვენგანმა დიდი ხანია იცით და ერთად ვიცოდით. და რაზეც მე რამდენიმეჯერ ვისაუბრე თქვენთან ბოლო 2 წლის მანძილზე, მაგრამ ძალიან ბევრს ეშინოდა ამის შესახებ ეთქვათ, რომ შეერთებული შტატები საბოლოოდ გაკოტრებულია როგორც სახელმწიფო, თანაც სრულიად უიმედოდ.
ამერიკის მთავრობა გადახდის უუნაროა დღეს. ამაზე შესუხებული საუბრობენ თვითონ ამერიკელი ექსპერტები. ეს სულაც არ არის გაზოგადებული, ახლა რასაც ვამბობ. ეს არის დასკვნა, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშებიდან, რომლებიც გამოქვეყნდა მედიის ყურადღების სრული იგნორირებით და სათანადოდ ნაკლებად გაავრცელეს, იმიტომ რომ დავალება ჰქონდათ ასეთი. და ასეთი რამ აშშ-ში ხდება. ესე იგი, სერიოზული პრობლემა აქვთ. რახან აქამდე დავიდნენ. რატომ ასეთი დამოკიდებულება? რატომ მიჩუმათების ასეთი მცდელობა? განა არ იციან, რომ ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ამბავი ვერ დაიმალებოდა. იმიტომ რომ ამან შესაძლოა მიიღოს ისეთი შეუქცევადი სოციალურ-პოლიტიკური პროცესი, რომელიც წალეკავს ყველას და ყველაფერს. ამჟამად სანუგეშო არაფერია. ამჟამად აშშ-ის მთავარი აქტივები შეადგენენ $6.6 ტრილიონ, ხოლო ვალდებულებები თითქმის $48 ტრილიონ, რაც 7.27%-ჯერ მეტია ვიდრე მთავრობის აქტივები. მაგრამ ეს $48 ტრილიონი არ მოიცავს პენსიებს, შემწეობებს, სამედიცინო დაზღვევას ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სოციალურ ვალდებულებებს. იქ დაუგროვდათ დაუფინანსებელი ვალდებულებები, რომლებიც $88 ტრილიონ აღემატება. შეკრიბეთ ისინი და მიიღებთ $136 ტრილიონ-ზე მეტ გადაუხდელ ვალს. ეს ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტს 5-ჯერ აღემატება. დიახ, მათი ვალი 5-ჯერ აღემატება ამერიკის მთლიან შიდა პროდუქტს. ეკონომისტები არც კი განიხილავენ ისეთ უმნიშვნელო საკითხს, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ვალი, რომელიც თითქმის $19 ტრილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინამდვილეში რეკორდული თანხაა ამერიკის ისტორიაში. ძირითადად ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ სრულიად გაკოტრებულ ქვეყანას. თავისი გაკოტრებული, პოლიტიკურად გაკოტრებული, მათ შორის პრეზიდენტით, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად იქნება მალე გაკოტრებული, არამედ მთლიანად ფინანსურადაც. ვიღაცეებს ჯერ კიდევ ილუზორული ნებათა ღელვა და ექსტაზი ემართებათ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სიდიადეზე საუბრობენ. დიახ, თქვენ მათ ყველას იცნობთ. როგორც ვხედავთ, ის ცნობილი მანტრები, რომელიც ხშირად გვესმის, რომ ამერიკელები უბრალოდ ჩართავენ დოლარის საბჭოს დაზგას და მორჩა, ეს უკვე აღარ მუშაობს. ეს უკვე ილუზია. ის უბრალოდ უაზრობაა. რა აზრი აქვს საბჭდირმა ანქანის ჩართვას, თუ ის არაფრით არის გამყარებული, ის უბრალოდ გამწვანებულ ქაღალდს ბეჭდავს. ფინანსთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე გამოაცხადა გადახდის უუნაროდ. მედიას ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო ამბავი არც კი შეუმჩნევია. ერთადერთი ხსნა, რომელსაც ეკონომისტები ამერიკის მთავრობას სთავაზობენ, ეს არის პერიტონიტის მოლოდინის გარეშე შეამცირონ დაზღვევა და გააუქმონ პენსიები, შეღავათები, სტიპენდიები და ჯანმრთელობის დაზღვევა. არსებითად ეს შოკური თერაპია. ფორჩუნი აფრთხილებს, რომ თუ კონგრესი ვერ შეძლებს ამ ზომების ნებაყოფლობითი ოპერატიული კონსენსუსის გზით მიღებას, ისინი მაინც ცოტა მოგვიანებით უნდა იქნას მიღებული, მაგრამ გაცილებით უარეს პირობებში. სწორედ საშინელი შიდა კრიზისის გაცნობიერება უდევს საფუძვლად ამერიკული ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ აგრესიას. დიახ, იმ ფონზე, რაც მოსალოდნელია მათი გაკოტრება და მთლიანად ეკონომიკის ჩამოსვლა, მათ გააჩაღეს ეს ომი, რომ გადაფარონ რამენაირად და გაიხანგრძლივონ საკუთარი არსებობა. აი, ეს იყო მიზეზიც. ის ეპშტეინის ფაილებიც იმიტომ შემოაგდეს ახლა, მერე დაჭირდათ უკვე ამისი გადაფარვა და ასე უნდა ველოდოთ ახლა კიდევ რაღაცა ახალს, რომ კიდევ გადაფარონ ეს
ეკონომიკური მდგომარეობა და რეალურად კოლაფსის წინაპირობა. ამიტომ უნდა კარგად გავაცნობიეროთ, რომ ყველა ეს ომები, მკვლელობები და უცხოელი ლიდერების დათხოვება შიდა ეკონომიკური კრიზისის გარეგანი გადაფარვის მცდელობაა. ამერიკელები თუ უკვე ხშირად ვერ იკვებებიან და ეს უკვე რეალური ფაქტია, თურმე ამაში დამნაშავენი ირანელები ყოფილან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საშიში მთელი მსოფლიოსთვის ის არის, რომ ირანის წინააღმდეგ აგრესიის გახანგრძლივების მცდელობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლასიკური ენერგეტიკული კრიზისი მთელ მსოფლიოში, როდესაც ნავთობის ფასი მომხმარებლებისთვის უბრალოდ მიუწვდომელი გახდება და ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით დაიწყებენ გაკოტრებას. ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, არ აწყობს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები გამოცხადდეს გაკოტრებულ ქვეყნად. არამედ უნდა ჩაითრიოს ყველა თავისი პარტნიორი და არაპარტნიორი ქვეყნები ამავე დროს. და ამისკენ მიისწრაფეს, იმიტომ რომ მრავალი აქტივი ამ სახელმწიფოებისა განთავსებულია სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის გამოაცხადებს ამ აქტივების კონფისკაციის შესახებ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ერთმა მტაცებელმა მეორე მტაცებელს რაღაცა მოსტაცა და წაართვა, ეს მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის რაც მოხდება, ეს მსოფლიო ომზე უარესი იქნება. ვაშინგტონს კარგად ესმის, რომ დღეს არავინ დაეხმარება ამერიკის ეკონომიკას. ადრე შესაძლებელი იყო, რადგან სხვა მთავრობები ხედავდნენ მის პოტენციალს. მართლაც შეერთებული შტატები მრავალი ათეული წლების განმავლობაში გლობალური ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა იყო. დღეს ამერიკის ეკონომიკა უბრალოდ კომაშია. დიახ, კომაშია. მსოფლიოსთვის უფრო ადვილია მისი სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემის გამორთვა და გვერდზე გადგომა, ვიდრე მისი გადარჩენა და რეანიმირება. ეს არ ძაბულს დღევანდელ მსოფლიოს. ყველას თავისი გაშირებია. ამიტომ ამერიკელი სტრატეგები უყოყმანოდ დაიწყებენ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გაჩაღებას სწორედ ომის გზით. იმიტომ რომ ამაში არსებობს თურმე რაღაცა გამოსავალი. ამჟამად ისინი ცდილობენ გლობალურ ეკონომიკას სასიცოცხლო დარტყმა მიაყენონ იმ იმედით, რომ მათი ვალებიც ცეცხლში გაეღვევა. ამ შემთხვევაში რუსეთს ყველაზე დიდი შანსი აქვს გადაურჩეს ამ მოახლოებული ტურბულენტობის ამ პერიოდის საკუთარი სარგებლისა და უპირატესობის გამოყენებისთვის. ანუ რეალურად აქვს შანსი გამოიყენოს ეს მძიმე ვითარება მთელ მსოფლიოში. რაც კრიზისია შეერთებული შტატებისთვის, ეს შესაძლებლობაა რუსეთისთვის. ამიტომ მზად იყავით აპრილში, ყველაზე გვიან მაისის დასაწყისში, რომ გლობალური კატასტროფა მოხდება. ეს გარდაუვალი პროცესია. გლობალური საფონდო ბირჟების ძირითადი ინდიკატორები კლებულობს, მაგრამ არ იშლება. ამას ერთი მიზეზი აქვს. ბაზრებს კვლავ სჯერათ დონალდ ტრამპისა. სხვა რა გზა აქვთ? უნდა დაიჯერონ, რომ ერთ დღეში არ ჩამოეშალოთ ყველაფერი. სჯერათ ტრამპისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ახლოსაა. თუმცა ეს რწმენა მალე გაქრება და შემდეგ დასავლეთის მხიფე და საკმაოდ მოწყვლადი ეკონომიკები ერთ-ერთ ჩამოიშლება. თუ ომი არ დასრულდება, უკვე 1-2 კვირაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება. და თუ მოვლენები ჩვეულებრივ გაგრძელდება, ინვესტორები აღდგომის არდადეგების შემდეგ აქტივების გაყიდვას ელვის სისწრაფით დაიწყებენ. ვებაბობ მათი აღდგომის დღეებს. დონალდ ტრამპი ნავთობის ფასების შესანარჩუნებლად უკანასკნელ ძალებს იყენებს. ბაზრები კი, რომ იყვნენ კეფას იფხანენ ამ ეჭვებში, მაგრამ თამაშობენ, რომ თითქოს ენდობიან მას. მაგრამ სხვა რა გზა აქვთ? თვითონვე ხომ ძებლები არიან, რომ ერთბაშად თავზე არ დაემხოთ ყველაფერი. ამიტომ ტრამპთან ერთად თამაშობენ, რომ კონფლიქტი მალე დასრულდება. სრულად შესაძლებელია, რომ ცეცხლის შეწყვეტას ივნისამდე ვერ მიაღწიოს.
ამასობაში კი ორმუზის სრუტის შეზღუდული გამტარიანობა ნავთობის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის და სიტუაციას კატასტროფამდე მიიყვანს. ჯერჯერობით ბარელის ფასი არ ასახავს მიწოდების ფაქტობრივ შემცირებას, რადგან ის კომპენსირებული იყო არსებული რესურსებით, შიდა მარაგებით და, რა თქმა უნდა, სტრატეგიული რეზერვებით. თუმცა ეს რესურსები უკვე მალე ამოიწურება. ამიტომ ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფასები მომდევნო 3 კვირის განმავლობაში სტაბილურ ზრდას დაეწყებს, რადგან დეფიციტი გაუარესდება. თუ ომი მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, სრულიად რეალურია, რომ ნავთობის ფასები ბარელზე $200-მდე გაიზარდოს და კიდევ უფრო ზემოთ ავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მშვიდობა ახლოსაა, ადგილზე არსებული ვითარება ამას სრულად უარყოფს. კარგად ჩანს, რომ ტრამპი და მისი გუნდი ესკალაციის ხაფანგში არიან ჩავარდნილი და უკვე სერიოზულად უჭირთ მისი მართვა. ყველა მოელის ამერიკელების ირანში შეჭრას, შესაძლოა ხარგის კუნძულზეც, ან ბირთვული მასალების ხელში ჩაგდების მიზნით. თუმცა, როგორც ტრამპის გუნდში საუბრობენ, ორმუზის სრუტისთვის შეზღუდვის მოსახსნელად, შესაძლოა ცალკე ოპერაციის ჩატარება გახდეს გარდაუვალი. უარესი ის არის, რომ მაღალი რისკია, რომ ასეთი ოპერაცია ირანის სერიოზულ წინააღმდეგობას სააწყდება და დამატებითი ჯარების შეყვანას მოითხოვს, რითაც ომი კიდევ უფრო გახანგრძლივდება და გაღრმავდება, რაც აწყობს ტრამპს და მის გუნდს, რომ შეინარჩუნონ თავისი კაბინეტი და ამითი გადაავადონ თითქოს ქვეყნისა და საკუთარი კატასტროფა. შესაძლოა შეერთებული შტატებისთვის სამხედრო გადაწყვეტის მიღწევის ერთადერთი გზა ფართომასშტაბიანი და შესაძლოა გაჭიანურებული სახმელეთო ოპერაციის დაწყებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპს მოუწევს დათანხმდეს გარიგებას, რომელიც კაპიტულაციის სტოლფასი იქნება, რადგან ის არც ერთის მიმართ არ იჩენს ინტერესს. თანდათანობით ესკალაციის რისკი დღითიდღე იზრდება. ამიტომ, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, ბაზარზე სიტუაცია აპრილის მიწურულს კიდევ უფრო გაუარესდება. იფე დასავლეთის ეკონომიკები ჩამოიშლება. რა შეიძლება ითქვას? შექმნილი სურათი მრავლის მთქმელია და ბევრ რამეზე მეტყველებს. ბანკერები დაიბლოკა, აქტივები გაიყიდა, პარტნიორებზე ზეწოლა განხორციელდა, პარტნიორები ერთმანეთს დაცილდნენ. პრაქტიკულად ნატო აღარ არსებობს, მათი თანამშრომლობა აღარ არსებობს, მათი ერთმანეთისადმი ნდობა აღარ არსებობს. რა გარჩება? რჩება ერთი ფითილის შეკეთება, რომ ერთმანეთს დაეჯახდნენ. და ამისთვის ეს ყველაზე მეტად აინტერესებს დღეს სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ კიდევ ერთხელ გადაუაქვს ევროპას და აჩვენოს, ვინ არის დასავლურ სახლში პატრონი. დიახ, იმიტომ რომ როგორც თვლიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და კონკრეტულად ერთ სახლში, ევროპელები ძალიან გათავხებდნენ თანაც უღალატეს ნატოს, უღალატეს მთავარ დონორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და არ დაუფასეს არც წასული, არც აწმყოდა, საერთოდ გაიჯახუნეს კარი. აი ეს არის მათი შეფასება. პრინციპში ძალიან შორსაც არ არის რეალობისგან. მაგალითად, რუსულ გემებზე თავდასხმა ბალტიის ზღვაში რუსეთი აიძულა გემებისთვის სამხედრო ესკორტის უზრუნველყოფა. ეს ემოციური რეაქცია არ არის, ეს ზომიერი სტრატეგიული პასუხია. ნათლად ჩანს, რომ საერთაშორისო სამართალი აღარ მოქმედებს. დასავლურ პოლიტიკაში მეკობრეობა დაბრუნდა, რომელიც ნორმად აქციეს. ამიტომ რუსეთი იძულებულია საკუთარი ინტერესები ძალით დაიცვას და როგორც ირანმა აჩვენა, ძალა ერთადერთია, რაც დასავლეთს ესმის და რისიც სჯერა. და სწორედ აქ იკვეთება მთავარი საკითხი. აშშ-ის ეკონომიკური კატასტროფა. $126 ტრილიონი ვალი. ეს არის ძესახელმწიფოს ნამდვილი გაკოტრება, ნამდვილი კატასტროფა. ყველა ეს ომი, პროვოკაცია და მთელი რეგიონების დესტაბილიზაცია მომაკვდავი ჰეგემონის კონვულსიებია. ვაშინგტონი ცდილობს მთელ მსოფლიოს წაუკიდოს ცეცხლი
რათა ქაოსში თავისი ვალები ჩამოწეროს და საკუთარი დომინირების ილუზია შეინარჩუნოს. ახლა ცდილობს ყველა გამოიყენოს, ვის ჩვენს რეგიონში ეგულება. ყველას მისწრაფებები და ინტერესები იცის და ამაზე უნდა რომ ააგოს ახალი თამაში. დემოკრატიის თამაშობანა დამთავრდა. ახლა მხოლოდ მონარქიებისა და ავტოკრატიების იმედად რჩება. მოდით გააკეთეთ რაც გინდათ. მართეთ თქვენი ქვეყნები როგორც გინდათ. ოღონდ დამეხმარეთ გადავრჩე და გადავარჩინო ამერიკა დეფოლტს და დაშლას. ხოდა არ გაგიკვირდეთ ახალი დიქტატურებისა და ავტოკრატიების გამყარება. და აგერ უკვე მთავარი კანდიდატი ქვეყანა, რომელიც თურმე მიესწრაფოდა დემოკრატიულ სამოთხეში, ახლა კი ავტორიტეტის წუმპეში ჩააყოფინებს თავს ქვეყანას. მეგობრებო, საქართველოს სჭირდება მმართველი, რომელიც თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარი გაკოტრების პროცედურებზე. თქვენ გჭირდებათ მმართველი, რომელიც ქართველი ხალხისთვის ფასების შემცირებაზე იზრუნებს და არა რომელიმე უცნობი და მავნე გარიგებების დადებაზე, რათა საკუთარი კაპიტალი გადაარჩინოს. ყველა ვერა, მაგრამ ძალიან ბევრი ხვდება, რომ ეს კაცი ქვეყანაზე კი არა, საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. ესკობარი არ ექცევოდა კოლუმბიელ ხალხს ისე, როგორც ბიძობარი ექცევა ქართულ ხალხს და ქვეყანას. თავის პრობლემებში ის ადანაშაულებს ყველას, თუნდაც შენ, ვინც ახლა მიყურებს. ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ და ამიტომ მუდმივად რაღაცას აპროტესტებენ. ოპოზიციურ ძალებს ემტურის, რომლებიც თვითონაც იმპოტენტები არიან, მაგრამ ამას ბიძობარს აბრალებენ. მას ხელისუფლება და უსაზღვრო ძალაუფლება სჭირდება, არა იმიტომ, რომ ქვეყანას და ხალხს უშველოს, ან იმისი მეათედი მაინც გააკეთოს, რასაც შეპირდა ოდესღაც. არამედ პირიქით, ძალაუფლება გამოიყენოს, რათა დატყვევებული კაპიტალი გადაირჩინოს და ახალი დააგროვოს თქვენ ხარჯზე, თქვენი კისრიდან ამოღებული ფულით. ქართველი ხალხის ზოგს უკან გარიგებაში შევიდეს უცხო ქვეყნების ინტერესთა ჯგუფებთან, რათა პირადი ინტერესები ნახოს და რა თქმა უნდა საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე. თქვენ მას ჯერ კიდევ კარგად არიცნობთ. თუ მას გაუჭირდება, ის ცალკეულ პროექტებად კი არა, ერთიანად გაყიდის მთლიანად ქვეყანას. მე მახსოვს, როდესაც თურქმენეთს დასცინოდით. დიქტატორი თურქმენების თავი თურქმენბაში მემკვიდრეს ამზადებსო. ბელორუსიის მმართველი თავის შვილს მემკვიდრედ ამზადებსო. აბა დაფიქრდით, შემთხვევით საქართველოშიც იგივე ხომ არ ხდება. მაშინ რითი ვართ უკეთესი, თურქმენებზე ან სხვებზე? ჩემო მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს ასეთ ამბებზე მოგვიწია საუბარი. ასეთ მძიმე სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როგორც სახლში, ისე გარეთ. და კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები, ღმერთმა უწყის. და გქონდეს ღმერთის იმედი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახლში ჯდომით. ეს არ გამოვა. თვითონაც უნდა ვეცადოთ, თვითონაც უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა, ყველა შიდა თუ გარეთ ამ პრობლემისგან და დავადგეთ უფრო სწორ და კეთილ მომავალს. მე ყველას გისურვებთ დღესასწაულის დღეებში კარგ განწყობას, დადებით და კეთილ იდეებს და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევკრათ ერი, რომ გქონდეს იმის პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ გადავრჩეთ იმ უაღრესად მძიმე მოვლენებს, რომელიც ემუქრება მთელ სამყაროს. ძალა ერთობაშია. ღმერთმა გაგიმარჯვოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და როგორც ყოველთვის კარგად მენახეთ. ნახვამდის.